იმუნური სისტემა უდიდეს როლს ასრულებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში. იმუნიტეტი წარმოადგენს ორგანიზმის უნარს თავი დაიცვას ინფექციებისგან და დაავადებებისგან. ზამთრის პერიოდში, როდესაც გრიპის შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით ღელავენ მშობლები ბავშვებზე. ამ დროს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ადამიანები არაერთ მეთოდს მიმართავენ. რა ფაქტორები ახდენს გავლენას იმუნიტეტზე და როგორ ხდება მისი გაძლიერება? ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე. ბავშვების ჯანმრთელობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ყოველთვის განსაკუთრებულად ზამთრის პერიოდში აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, მათი იმუნური სისტემა, მისი მდგრადობა, მისი განვითარება და ასე შემდგომ. ხშირად აღნიშნავენ, რომ თქვათ, იმუნიტეტი მნიშვნელოვნად სწორად ვითარდება, მყარი იმუნიტეტი, დადებითი იმუნიტეტი, რომელიც ხშირად გვესმის ხოლმე მშობლებისგან და ასევე რომელსაც დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვს ბავშვებს. როცა შედარებას ვამბობთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ავადობა შესაძლებელია იყოს ორივე შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც იმუნური სისტემა დადებითად ვითარდება, შესაბამისად ამ შემთხვევაში ავადობის რიცხვიც შემცირებულია და ასევე გართულებები ავადობის დროს. საყურადღებო ხდება მთელი რიგი ის აუცილებელი ყოველდღიური დაცვის მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორიც არის პირველი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბუთსველი. ეს არის ჯანსაღი კვება, მოწესრიგებული ძილის რიტმი, ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მოწესრიგება და ასევე ვაქცინაცია. იმუნური სისტემის გაქვეითების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჭარბი შაქარის მიღება. არის გარკვეული პროდუქტები, რომელსაც ხშირად მიმართავს მოსახლეობა, ეგრეთ წოდებული, როგორც ანტიოქსიდანტი პროდუქტები, როგორც არის ვთქვათ კომბინაციაში თაფლი, კურკუმა, თბილი რძე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ამ პროდუქტებს, მიგოზიც ასევე, ამ პროდუქტებს, რა თქმა უნდა, თავისი გარკვეულწილად დადებითი ფუნქცია გააჩნია და ითვლება, რომ ჯანსაღი ჩამონათვალი პროდუქტების რიგს მიეკუთვნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროდუქტებისგან თავი შევიკავოთ აუცილებლად 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ასევე ყოველთვის გავითვალისწინოთ, რომ როგორი ჯანსაღიც არ უნდა იყოს პროდუქტი, მნიშვნელოვანია მისი დოზირების სწორი დაცვა. ამიტომ მსგავსი რეკომენდაციების დროს აუცილებელია, რა თქმა უნდა, კითხვა დაუსვათ პედიატრს. ნინო თოთაძემ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა. მან გართულებების თავიდან ასაცილებლად მშობლებისთვის გარკვეული რეკომენდაციაც გასცა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვირუსულ პერიოდზე, მანამდე ვიდრე ჯერ კიდევ არ არის, ვთქვათ, ზამთრის არდადეგები, ვიდრე ბავშვები უმეტესად დროს გაატარებენ სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, მათი სისტემატიური ყოველდღიური სკოლასთან ბაღთან მიმართვიანობა შესაძლებელია გარკვეულ ხანმრავლობაში ყოფნა, გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, რისკს ზრდიდეს ვირუსული ინფექციების, ვთქვათ, გადადების კუთხით, მით უმეტეს, როცა ეს ვირუსები უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანესი, თითქოს ბანალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის ხელის ხშირად დაბანა. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუ კი ვთქვათ, მსგავსი კლინიკური ნიშნები გამოვლინდა ბავშვს, ნაკლებად შევძლოთ, რომ მისი გაშვება მოხდეს, ვთქვათ, იგივე სკოლაში, ბაღში და ასე შემდგომ. სასურველია, რა თქმა უნდა, ბავშვებს ჰქონდეთ სწორი წესები დასწავლი, თქვათ, როგორ მოიქცენ იგივე დაცემილების დროს, ხველების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდია, სისტემატურად მოხდეს ჰაერის განიავება, ოთახში სველი წესით დამუშავება. თუ კი ჩვენ რაიმე კლინიკურ ნიშანს ვატყობთ, ბუნებრივია, რეკომენდებულია, რომ მოხდეს პირბადის გამოყენება.